საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს რეალური გზა ევროკავშირში თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. საქართველოს ახლა მხოლოდ სიტყვიერად არის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვცდილობდით სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წევრებზე, რომლებიც ძალადობას მიმართავდნენ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ საქართველოში. ამ დროისთვის საკითხზე ყველა წევრის თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა გზების საპოვნელად ამაზე რეაგირებისთვის. საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით. აქამდე უკუსვლაზე ამდენი საუბარი შესაძლოა გაფართოების არც ერთ ანგარიში არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ სამართლის უზენაესობის სწრაფი ეროზია, ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვა. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მისი კურსი. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ევროპულ მომავალს და მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის დღეისთვის მხოლოდ ფურცელზე არსებობს კომისიისთვის. ზოგადად კონკრეტული მექანიზმები წევრი ქვეყნების ხელშია. თუმცა ნოემბერში იმედია ჩვენ მივიღებთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას მოგცემს გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირში შეჰყავთ. ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ არ მიყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ. თქვენ ისინი მიყავთ ევროკავშირისგან შორს. თუ ევროკავშირზე სერიოზულად საუბრობთ, მაშინ მოусმინეთ თქვენს ხალხს. შეწყვიტეთ ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაკავება. მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ.